გიორგი კირთაძე, კოალიციის ცვლილებებისთვის. ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. ხო, ჩვენ ვარკვევდით მედია რა ხდებოდა ბათუმის ტერმინალში, რასთან გვაქვს თქვენ ბათუმის საკითხებიც კარგად იცით, რა შეიძლება გქონდეს აქ ადგილი, ახლა აღმოაჩინეს ეს ამბები. ხო, მეც ეგ ინფორმაცია მაქვს, რომ ხელმძღვანელი პირები არის დაკავებული, არეგისტრირებული, ესე ვთქვათ, ნავთობის მიღებაზე თუ გაყიდვაზე. შემდეგ მე არ მგონია, რომ ეს იყოს რაღაცა ერთი და განსაკუთრებული შემთხვევა, როგორც ჩანს ესეთი ამბავი ხშირია, მათ შორის ბათუმის ნავთობის ტერმინალში, ისევე როგორც სხვა ალბათ მსგავსი ტიპის რაღაცა მსხვილ ბიზნესებში, უბრალოდ რაღაც ტიპის დაალაგება, რომელიც როგორც ჩანს ქონდა ამ მენეჯმენტს სხვადასხვა სახელმწიფოებში ტოსთან, ეხლა არის მოშლილი იმ დიდი გადაალაგებისა თუ ცვლილებების ჟამს, რაც ხდება რეჟიმის შიგნით და როგორც ჩანს, ხოლმე ამის გამოძახილია ის. მოკლედ, რაღაცები გაყიდეს ისე, სადღაც მისატანი არ მიიტანეს და აგეს პასუხი შევიდა რეჟიმის საგადასახადო თუ არ ვიცი რაც ქვია, მოკლედ შესაბამისი უწყებები და დაიჭირეს ხალხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მგონია რომ ეს იყო პირველი შემთხვევა და არც ის მგონია რომ რეჟიმის დარჩენის პირობებში იქნება უკანასკნელი, დაალაგდება ახალი სქემა და ამითი გააგრძელებს მერე ყველა თავისუფლად მოქმედებას, ის რომ არა მხოლოდ გადასახადების დამალვა, რა ვიცი 1000 დანაშაულს ჩადის რეჟიმი და მასთან შეზრდილი სხვადასხვა ტიპის ბიზნესიც სამწუხაროდ საქართველოში არის ფაქტი. ხო, რაღაცნაირად აღარ სცალიათ თითქოს აი ამ საკუთარი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერების გამოცხადების ქრონიკისთვის, მას შემდეგ რაც BBC-ს საგამოძიებო მასალა გახდა გამოვიდა სააშკაროზე და ძალიან ასე ვთქვათ გაუჭირდა ოცნებას ამაზე საპასუხო პროპაგანდის მოფიქრება, საუბარია ძალიან მძიმე ბრალდებაზე, მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე წყლის ჭავლში შერეულის. პირველ საკითხად შევეხები, რაც რეჟიმის წარმომადგენელთა შიდა დაპირისპირებასა და დაჭერებს ეხებოდა, როგორც ჩანს, თვითონაც მიხვდნენ, რომ ალბათ ვიღაცებმა იქ ერთმანეთს უსაყვედურეს, რომ გადაამლაშეს, როცა ოქროს ზოდები პირდაპირ ეთერში აჩვენეს, რა ვიცი, მთელ საქართველოს, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ თუ რა ვიცი პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, რა ვიცი, ოქროს ზოდები და $1,000,000 აქვთ ეს სახში, შავი დღისთვის გადადებული ესე მარტივად, რატო არა აქვს ის მოქმედ მინისტრებს ვირმე შეერა, მათ შორის რეჟიმის რაღაცა მხარდამჭერთა ნაწილშიც თუ მხარდამჭერებში, რომ რა ვიცი, მოქმედ მინისტრებს ეს არა აქვს, ან მართლა რაც ქონდა ღარიბაშვილსა თუ გომელაურს თუ რა ვიცი, ლილოშსა თუ სხვებს ყველაფერი გამოართვეს და მართლა ღიად და რაღაცა სამართლიანად ხდება ამ საქმის გარჩევა, ეს ხო ესე არ არის. უბრალოდ მათ ჩემი აზრით ეს გააცნობიეროს და დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა ესე თვალნათლივ ადამიანებს აჩვენეს ის, რაც მუდმივად ისეც მიდიოდა მსჯელობა, რომ აქ ესენი არ არიან ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში რაღაც იდეის გამო არიან მოსულები, მათ ძალაუფლება არ სჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაცა ისტორიის სახელმძღვანელოებში მერე დადებითი იწერებოდეს მათზე და ასე შემდეგ. მათ ძალიან ნათლად ჩანს, რომ ძალაუფლება სჭირდებათ მხოლოდ ერთი მიზნით, გამდიდრდეს ივანიშვილი და მასთან დაახლოებული ოჯახები, მათ ჰქონდათ შეუზღუდავი რაოდენობის თანხა და რაღაცა შემოღობილ რაღაცა მის ირგვლივ ტერიტორია და თქვან, რომ ეს მათი სამყაროა და ამის იქეთ ყველანი არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. პირდაპირ მნიშვნელობითაც მათ შორის აი ხმის უფლების ჩამორთმევა მეტი არაფერია, ხო თუ არა ეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ სკანდალს, ჩვენ სიმართლე გითხრათ, ეხლა ვფიქრობდით ცოტა ხნის წინ და ვსაუბრობდით, რომ იმდენი რამე ჩაიდინა რეჟიმმა ამ ბოლო 1 წლის მანძილზე თუნდაც სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, რომელიმე ცალკე აღებული იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და მთავრობა გადამდგარიყო, სახლში წასულიყო და ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარებულიყო. ხო, ხალხის წამება, ცემატყება, უკანონო დაჭერები, რა ვიცი, წარმოუდგენელი მასშტაბის დაჯარიმებები და ბოლოს ამ ყველაფერს ხმის ჩამორთმევა, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, 1000 უსამართლობა, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და ასე შემდეგ და ამას ყველაფერს ემატება ის, რომ აგერ ყველანი ნათლად ხედავთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს რო ვეუბნებოდით, რომ რაღაცა გასაკუთრებულად გვახველებს ბოლო 1 წელი, რაღაცა ხო ოფთალმოლოგთან მისვლა უკვე ბევრ სჭირდება, ალბათ ასაკისვრალია ერთმანეთთან ხუბრობდნენ და ასე შემდეგ, თურმე ეს ყველაფერი დიდი ალბათობით შეაძლოა გამოწვეული ყოფილიყო იმ, რა ვიცი, ტერაქტით პრაქტიკულად რაც შეიდინა რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მართლა ამ ომის პარტიამ საკუთარ მოქალაქეებს 10,000-ობით ადამიანს და იმ პერიოდში განსაკუთრებით მრავლად ახალგაზრდები იყვნენ ქუჩაში გამოსულები. ქიმიური იარაღი ესროლა, ხო? ეს
დაადასტურა კობახიძემ თავისი გამოსვლით. იმასაც კი არ აკეთებენ, რომ სახელი მაინც თქვან ქიმიური ნივთიერების, რათა მე ექიმებმა კურნალობის სწორი კურსი დანიშნონ. გვახსოვს ხო 28-29 ნოემბრის შემდეგ კიდე ბევრი დღის კვირეების განმავლობაში აუტანელისუნი იყო რუსთაველის გამზირზე. პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ჯერ ხო აქ სკოლა, ბაღია, ეკლესია, ხალხმრავალი ადგილია, უამრავი ადამიანი, რა ვიცი, მოძრაობს მუდმივ რეჟიმში. მე არ ვიცი. დადიოდნენ იმ აქციაზე. პატარა ბავშვები ხო, რომლებიც იქ მრავლად არიან. არა მხოლოდ აქციაზე, კაცო, აქციის მიღმაც კიდევ ერთხელ მეორე საგამართლებლო დაწესებულებები ეგ და ისეთ ბევრი ადამიანი მოძრაობს. მე არ ვიცი, წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა ივანიშვილის რეჟიმმა და ძალიან მძიმედ მოუწევს მას ამ ყველაფრის შესახებ პასუხისგება. რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და სწორედ ამიტომაც არის შაბათს დანიშნული აქცია თბილისში, ფილარმონიიდან მსვლელობა პარლამენტისკენ. კიდევ ერთხელ უნდა დავაჩვენოთ ჩვენ მთელ მსოფლიოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ჩვენთვის მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რათა დადგინდეს რეალობა, რა სროლა ბოლო-ბოლო და რა შეგვასხა რა ქიმიური ნივთიერება. ეს მოთხოვნები საკუთარი მთავრობების მიმართ გაისმა დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში და სიმბოლურია, აი რადიო თავისუფლებამ დაგვაწია ახლა ამბავს, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა გრუს და სკრიპალების საქმესთან დაკავშირებულ 11 პირს. იცით, ესე იგი კონკრეტულად საუბარია, რომ სანქციები დაუწესეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვისა, რომელიც გრუს სახელით არის ცნობილი და 11 პირისთვის, მათ შორის გრუს სავარაუდო ოფიცრებისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად ეს დაკავშირებულია სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილზე იულიაზე სოლსბერიში 2018 წელს თავდასხმის მცდელობის გამოძიებასთან, ქიმიური იარაღით ნოვიჩოკით, მაშინ მოწამლას ემსხვერპლა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დონ სტერჯესი, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ გამოძიების დასკვნით გრუს ყოფილ ოფიცერზე სკრიპალზე თავდასხმა პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქციონირებული. მოკლედ, ეს მეთოდი რუსულია პირდაპირ, ეს საკუთარი საქართველოს მოქალაქეებზე როდიონოვისგან მოყოლებული გამოსცადა, ამას მოყვა ძალიან სერიოზული შედეგები წლების განმავლობაში, ეს ხალხი ფაქტობრივად ნახევრად ინვალიდი დარჩა ამ 9 აპრილის შემდგომ, ჩვენ საუბრობდით მოწამლულთა არმიაზე და კიდევ მაშინ რიცხვები არ საჯაროვდებოდა ისე, მაშინაც იყო მცდელობა, რომ დაეფარათ ეს ინფორმაცია მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დღეს ჩვენ რა ვიცით? ხილება BBC-ის მხრიდან ის სიმპტომები, რაზეც ყველა ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანი, ასობით ადამიანი საუბრობდა, BBC-ის გამოძიება, რომელიც ამბობს, რომ ეს სიმპტომები ემთხვევა იმ კოდის ქვეშ გამოყენებული ნივთიერებების სიმპტომებს და ერთადერთი საერთოდ, რომელიც ოდესმე მასების დემონსტრაციების დამშელად გამოუყენებიათ, ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი იარაღი კამიტი. რა გითხრა რეჟიმმა, რომ ეს არ არის კამიტი, მაგრამ დაადასტურა, რომ ამ კოდის ქვეშ მოქმედი ნივთიერება, BBC-ის ექსპერტი და საჯარო წყაროები გვეუბნება, რომ ყველა საშიშია ეს ნივთიერება, კობახიძე გვეუბნება მხოლოდ, რომ არის არააკრძალული ნივთიერებები. სოფო, აქ თუ არა მათ ახლა ვალდებულება, დაუყოვნებლივ გითხრან, რა გაურიეს წყალში. ის რომ ის არ იყო მხოლოდ წყალი, ეს ხო ყველამ საკუთარ თავზე გამოცადეთ, ვინც იქ ვიდექით. არც ისე ახლოს ვიყავი, მე ცოტა მოშორებით ჩხეფები მოხდა და მახსოვს სახე როგორ მეწოდა მეც და ირგვლივ ჩემს ირგვლივ ვინც იდგა ყველას. ბესიკის ქუჩაზე ვქონდა იმ პერიოდში ოფისი და ათობით ახალგაზრდა ღებინებით, თავის ტკივილით, გონების დაკარგვით იყო ჩვენს ოფისში რუსთაველის გამზირიდან ამოსული. ჩვენ ხო ზუსტად ვიცით, რომ მოგწამლეს. რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი წყალი, ეს არ იყო ჩვეულებრივი წყალი. ამის აღიარება მოუწია კობახიძესაც. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა უნიშნულოვანესია, ბოლო-ბოლო გვითხრან, რა გამოიყენეს, იმიტომ რომ მე არა ვარ ამ საქმის, ესე ვთქვათ, ის მართლა სპეციალისტი და კარგად შეიძლება ამ ნაწილში ვერ ვერკვევოდე, მაგრამ ბევრი სპეციალისტის დასკვნას გავიცანი კი არა და მოსაზრებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში და ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მოკლედ ამ ჯგუფში შედის, არის უკიდურესად საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის და თუ ეს არ იყო კამიტი და იყო რაღაცა კამიტის მონათესავე ქიმიური საშუალება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ეხლა ან თქვან, მოკლედ საბოლოო ჯამში რა გამოიყენენ, ან საერთაშორისო გამოძიებამ ეს გამოავლინოს და ამ ადამიანებს, ალბათ რა ვიცი, ათასობით ადამიანს დროული მკურნალობა მიეწოდოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა და რა
თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უმძიმესი პასუხისმგებლობა ექნება პირადად ივანიშვილს და რეჟიმის ყველა იმ წარმომადგენელს, რომელიც რაიმე ტიპის შემხებლობაში არის ამ ქიმიურ მოწამვლასთან. და ხო ეს არ არის მათთვის სასურველი თემა, გასაგებია, იმდენად დაბნეულები ჩანან, რომ message box-ის ჩამოყალიბება უჭირთ ეს ისე. ესეც საცუდავი კობახიძე ალბათ დიდი ხნის განმავლობაში რეჟიმის არც წარმომადგენელს არ უნახია, მათ შორის როგორც ჩვენ ვიხილეთ ის ბოლო ბრიფინგზე, ხო, სადაც ის სათქმას თავს ვერ უყრიდა, ან ურთიერთგამორიცხავ რაღაცებს ამბობდა, ან ისე იშვერდა ხელს წარსულისკენ, რომ აი მასეც კი არ უხდებოდა, მოკლედ ეს ამბავი. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან, ამას სჭირდება აუცილებლად გამოძიება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. მანამდე რა თქმა უნდა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც მოიწამლა რუსთაველზე იმ ღამეების განმავლობაში ან არ ვიცი უკვე დღის განმავლობაში დარჩენილი ამ ქიმიური ნივთიერებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი გიორგი კირთაძე. საუბრობდა პირდაპირ ეთერში.